რომ გაერთიანდება შპაკლი თავისით წაესმევა კედლებს, დიდება. ეს არის პროპაგანდა. თქვენ ჯავახიშვილის მეხუთე კორპუსში ამოდით. მერე ეს გაოხრებული აუდიტორიები ვისი ბრალია, ლექტორების თუ სტუდენტების? ეს კომენტარები რუსთავიორის იმ სიუჟეტს მოჰყვა, რომლის ქვეტექსტიც ასეთი იყო. ტექნიკური უნივერსიტეტი ინგრევა და სასწრაფოდ თესეულს უნდა მიუერთდესო. დაზიანებული ინვენტარი, აუდიტორიები, ავარიული კედლები, ასე გამოიყურება ტექნიკურ. მსგავსი სიუჟეტი გააკეთა იმედმაც, გვაჩვენა დანგრეული კედლები, ჩამოშლილი ბათქაში. რატომღაც ზუსტად ერთსა და იმავე დღეს ორივე ტელევიზიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე დარდი გადაწყვიტა. და აქ ჩნდება მთავარი კითხვა. სად იყავით აქამდე? ეს შენობები ათეული წლებია დგას. ბზარები გუშინ გაჩნდა? თუ უბრალოდ ზუსტად ახლა გახდა საჭირო მათი დანახვა, იმ მომენტში, როცა გაერთიანების თემა წამოიჭრა. მაშინ, როცა სტუდენტებიც და ლექტორებიც ამბობენ, ეს გაერთიანება არ არის რეფორმა, ეს არის გაუქმება და ისტორიის გადახაზვაო. თან უნივერსიტეტის ოფიციალურ პასუხში იცით რა წერია? ტელევიზიებმა გადაიღეს კორპუსი, სადაც სწავლა საერთოდ არ მიმდინარეობს და შენობა, რომელიც რემონტდებაო. ისიც თქვენს თავისივე სურვილით გადაიღეს განახლებადი ენერგიების ლაბორატორია, მზის ელექტროსადგური, ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორია და სხვა, მაგრამ სიუჟეტში ეს ვერ მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების გარემონტებული და თანამედროვე მხარე მათ ნარატივს ხელს უშლიდა. პასუხად გავრცელდა ფოტოსურათებიც ტექნიკური უნივერსიტეტის მანამდე და ახლანდელი მდგომარეობის. მე თესეულის სტუდენტი ვიყავი, მინახავს ზუსტად ასეთი და უარესი ბზარები მის კორპუსებშიც, მაგრამ რატომ აჩვენეს მხოლოდ GPI? იქნებ იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოს სისტემურ პრობლემას გაუსვამდა ხაზს და ხელისუფლების პასუხისმგებლობას მეტად გამოკვეთდა. რეალობა ასეთია, როცა სახელმწიფოს სჭირდება უნივერსიტეტი ნანგრევებია, როცა არ სჭირდება მის პრობლემას ვერც ამჩნევენ. ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობა. ისინი ითხოვენ საჯარო ბოდიშს და სიუჟეტის შესწორებას, როცა მედიას აქვს არჩევანი. აჩვენოს სრული სურათი ან მხოლოდ დანგრეული კედელი და ირჩევს მეორეს, ეს უკვე მანიპულაციაა და არა ჟურნალისტიკა.